გამარჯობა. ბევრს გაინტერესებთ ხოლმე როგორ მუშაობს კანონი ცივი იარაღის შესახებ და აი თქვა დასკვნები ჭრის თუ არ აჭრის და აი ძალიან კაი სიტუაცია არის რომ ეგ გაგაგებინოთ თუ როგორ მუშაობს ეს სიტუაცია მოკლედ. აი მეგობარი პატრულიც არის აგერ და დაგვეხმარება განმარტებაში. მოკლედ საზოგადოებამ რო გაიგოს. ჯიბეზე მეკეთა ეს დანა ჩვეულებრივად ხო? კი ბატონო. გასაუბრება კითხვები როგორც მახსოვს არ ყოფილა, იმიტომ რომ საქმიანობის განხორციელების მიზნით კანონის მიხედვით მაქვს ცივი იარაღის ტარების უფლება. თქვენ არ დაგისვამთ ეგ კითხვა როგორც მახსოვს ხო? მე საბუთები ვთხოვით. საბუთები ვთხოვით. ნუ გასაუბრება არ ყოფილა არც ერთ ეტაპზე რომ თქვა რისთვის ჭირდება. კეთილი. კეთილი. ანუ კანონით რო გათვალისწინებული არის საქმიანობით რომ აქვს უფლება, ნუ მაგ გასაუბრება არ ყოფილა. კეთილი. დანას რაც შეეხება ახლა. დანა არის ეს კონკრეტული შეიძლება რომ ვანახოთ ადამიანს. კეთილი. კაიზერის პარაკეტი. მე თვითონ ჩემინებით გითხარით რომ ხელოსანი ვარ, დანები არის ჩემი საქმიანობა, არაფერს არ ვარღვევ და დასკვნა წარმოგიდგინეთ ასევე ჩემინებით რომ აი ეს კონკრეტული დანა აი ეს შეიძლება აქ რო დავდოთ და ერთად რო კარგად დავაფიქსირო დანები. გასაგებია პატივშემოვნება. ჩვენც აგიხსენით რომ კი, არა, საზოგადოებისთვის მინდა რა ზოგავსად თუ შეიძლება რომ თქვა აი დანები რო დაინახონ. აი კონკრეტული დანა. ასევე აგიხსენით რომ მაქვს 2 ცალი დასკვნა ამ დანაზე და ასევე თუ სრული გექნებათ დედანსაც მოვატანინებ რომ დედანს ჩავხედოთ. თქვენი მხრიდან მითხარით რომ ექსპერტები არ ახართ და ვერ გაიგებთ ეს არის თუ არა ამის თუ რა პასუხი იყო. მე გავიგებთ ამ დანას არა აქვს აგიხსენით პატივშემოვნება. გავიგებთ გააქვს. კეთილი. ჩვენ ეს დანა ემთხვევა თუ არა ამ დანის მონაცემა. კეთილი. შემდეგ მე გთხოვეთ რომ შევხედოთ სახაზავით გავზომოთ მოვატანებ თუ რაიმე ოდნავი მარცვალი მაინც იქნება რომ დანა შეიძლება შეცვლილი იყოს და რაიმე გონივრული ეჭვი იქნება რომ შეიძლება რამე სხვა იყოს ან რაღაცა კეთილი გამოყვებით გადავაგზავნოთ ხო იყო ესე ნათქვამი ჩვენ ექსპერტები არა ვართ ჩვენს კეთილი შესაბამისად ანუ ორი დასკვნის მიუხედავად იმის მიუხედავად რომ საქმიანობა არის ჩემი დანებთან დაკავშირებული და ეს ცივი იარაღი არ არის მაინც ვაგზავნით სწორია პრევენციის მიზნით კეთილი კარგი კი ბატონო რო დამიბრუნებენ ამ დანას მე მაგასაც გაგიზიარებთ თუ არ დამიბრუნებენ და სიმართლე გითხრათ ეგეც ძალიან საინტერესო იქნება იმიტომ რომ ორი დასკვნა მაქვს ამაზე თუ არ დამიბრუნებენ სასამართლოში კიდევ უფრო მეტი არგუმენტი გვექნება რომ მოვიგოთ კეთილი მადლობა ყურადღებისთვის გამარჯობა კიდევ ჩავწერთ პატარა ვიდეო საზოგადოებისთვის გასაგები რო იყოს თუ როგორ მუშაობს ცივი იარაღის კანონი ამ შემთხვევაში ჯიბეზე მქონდა აი ესეთი პატარა ზომის დანა ნუ წარმომიდგინე მთხოვა პატრულის ეკიპაჟმა, წარმოვადგინე მაშინვე, არანაირი კითხვა არ დასმულა არაფერი, მე კიდევ ამ შემთხვევაში ამ დანაზეც მაქვს დასკვნა. აი, ზუსტად აი ეგ დანა არის, უფრო კარგად არის დასურათებული. აი ეგ არის. კარგი ბატონო გიორგი. კეთილი. აი ხელი მოგვიწერეთ. აი ხელწერილი ეს რაც კი ბატონო. აი სახელი გვარი თქვენი. ხელებს ხელმოძო. კარგი, მეორე თქმია, აი ხელწერილი, ეს მეორე ხელწერილი, აქაც რომ მოგიწევთ. სახელი გვარი თქვენი და ხელმოძო. აი, ჭრილი. კი ბატონო. ნეტო. ორეტორი, მიხეილასაც ფორმატში, მეზობუდი. ამ შემთხვევაში მაინც რო გავერკოს შეზღუდვის ოქმი. რაზეც მოგიწევთ. კეთილი. კეთილი. მაინც ერთ ჩაგეკითხებით გასაგები რო იყოს. დასკვნა გვაქვს, დედანია ამ შემთხვევაში ილუქება და ნუ დასკვნა არ გვაინტერესებს, სწორად გავიგე? გავიცანით, როგორც ნაგიხსნა. არა, ეს სხვა დასკვნა. გავიგე, მესმის კი ბატონო. ეს აი ეს მაგალითად ორი დასკვნა მაქვს მეთქი რო გითხარით, აგი ამ დანაზეც არის საერთოდ დასკვნა. აგიხსენით ყველაფერი ვიცით ზუსტად რა როგორ განაირად გაიგზავნება ექსპერტიზაზე როგორ დასკვნა იმის მიხედვით. კეთილი. თუ არ მოვიდა დასკვნა რომ ცივი იარაღია დაგიბრუნეთ. კეთილი გასაგებია. აი ხელი მოგვიწეროთ აქაც. აი თქვენი მონაცემები წერი აი აქ ქვემოთ. კი ბატონო. განაჩვენები. ეს დაილუქა? კი ბატონო, დაილუქულია. ბიჭებო, თქვენ მკითხეთ დანაო. მე ექსპერტი არა ვარ. მე მაქვს ნაკეთობა მაქვს, დანა არა მაქვს. ეხლა წარმოგიდგენთ და მაინტერესებს თქვენი პოზიცია რა.
ეხლავე მეგობარო, ეხლავე. კაი, ახლა 3 საათია გელოდებით და ახლა 1 წუთი რო აჰა. მოვეთ. ოქზე თუ გვაწევ ხელს. არა, ოქზე არ მოვაწერ ხელს. კი ბატონო. კეთილი. დავაპაუზებ ახლა ვიდეოს და მე გავაგზელებ, ხო შეიძლება? კეთილი. ხის განმავლობაში. აბა ვაგზელებ ვიდეოს. რას ვაკეთებთ? კარგი, დანა წარმოგიდგენთ. დავაზუსტებ დანა არ არის მეგობარო ეს ექსპერტები არც ერთი არ ვართ, აი ეს ნივთი წარმოგიდგენთ. ეს ნივთი ბატონო? ნივთის ჭირდება. ყოველდღიურობაში მჭირდება მე საქმიანობიდან გამომდინარე და საკვების მიღების მიზნით და ასევე კანონს არ ვარღვევ ეს ცივი არაღი არ არის. აბა რა არის? ეს არის საჭრელი, საჭეხი სამზარეულოს ტიპზე დამზადებული ნაკეთობა. წარმოადგინო? ეხლავე. ინებეთ ბატონო. კარგი, დაგველოდოთ. ველოდებით. შევშავ. დიახ. მომართით ეს. დიახ. განაცხადები. დავიშალეთ? ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად იყავით.